ძვირფასო მეგობრებო, დღეს 19 აგვისტოა და იმედი მაქვს კარგად გეძინათ და დილით მოასწარით გაგხსენებოდათ და ღმერთისთვის გეთქვათ ყველაზე მნიშვნელოვანი, რომ მისგან თქვენს ცხოვრებაში საუკეთესო დღესელით და მადლიერი ხართ იმისთვის, რომ ის ამ დღეს გჩუქნით. გმადლობ უფალო, ამ დიდებული, ამ შესანიშნავი საჩუქრისთვის. აი ასე, დღეს კი კარგი ამბავი მაქვს. უпростоრად მნიშვნელოვანი ამბავი. ჩვენს ბავშვებს სკოლისთვის ვამზადებთ. ორ თვეში 75 წლის გავხდები. მახსენდება ის დღეები. დიახ, ძალიან მხიარული დღეები იყო. ყველანი სკოლის საზეიმო ხაზზე ვიდექით. წარმოთქვამდნენ სიტყვებს, რომ პარტია უძლეველია და ჩვენ კომუნიზმამდე მივალთ. მაგრამ თავარი იყო, კარგად ისწავლეთო. ბავშვები დიდად არ ვუსმენდით. თუმცა ყველაფერი დამამახსოვრდა, რასაც დირექტორი ლაპარაკობდა, მაგრამ ყველას გვიხაროდა ერთმანეთის ნახვა. რადგან ხარკოვის სხვადასხვა რაიონში ვცხოვრობდით. მე ხარკოველი ვარ, ხარკოვში დავიბადე. აი ასე, და აი შევხვდით ერთმანეთს. და ახლა მეგობრებო, მინდა ერთი მნიშვნელოვანი რამ გითხრათ. ისეთი, რაც საბჭოთა ხელისუფლების დროს არ იყო. მაშინ ყველანი თითქმის ერთნაირები ვიყავით. დღეს კი მატერიალური მდგომარეობით ერთმანეთისგან განსხვავდებით. ერთს მდიდარი მშობლები ჰყავს, მეორეს ნაკლებად შეძლებული. ქართველები ყოველთვის ამაყი ხალხი იყვნენ. და ნუ თუ ჩვენ დავამცირებთ ჩვენს სამშობლოს. სამშობლოს, მაგრამ მე საქართველოს მოქალაქე ვარ. და არ ვიცი შემიძლია თუ არა მას ჩემი სამშობლო ვუწოდო. ჩემი დაბადების ქვეყანა არ არის. თუმცა როგორც ქვეყანა, რომლის მოქალაქეც ვარ, არ ვიცი. ყოველ შემთხვევაში დაუშვებელია, რომ სოციალურად დაუცველმა გაჭირვებულმა ოჯახებმა თავიანთი შვილები სკოლაში დახეული ტანსაცმლით მიიყვანონ. იცით, ეს სახელმწიფოს სირცხვილია. ეს ჩვენი სირცხვილია. თქვენი და ჩემი. ჩვენ თვითონ ვართ სახელმწიფო. ჩვენ უნდა გვქონდეს წინდისი და უნდა გვესმოდეს, რომ ყველა ბავშვი თანასწორი უნდა იყოს. შემდეგ კი უფალმა თავად გაუნაწილოს მათ ცხოვრებისეული როლები. ზოგი მილიარდერი გახდება, ზოგი ტრილიონერი. იქნებიან მასკებიც. და კიდევ ვინ იცის ვინ, მაგრამ მხოლოდ ერთი პირობით. თუ ბავშვობაში მათ არ აგრძნობინებენ, რომ მონები არიან. მონობა საშინელი მდგომარეობაა. საშინელი მდგომარეობა. საბჭოთა დროს ასეთი რამ არ ყოფილა. თქვენ შეიძლება არც იცოდეთ ის პერიოდი, მე კი სრულად გამოვიარე. შეიძლება ითქვას, ჩემი სამშობლო საბჭოთა კავშირი იყო. იქ ბევრი კარგიც იყო, მაგრამ რა თქმა უნდა, თავისუფლება უკეთესია. ამიტომ გთხოვთ, მეგობრებო, გაუხსენით თქვენი სულები ღმერთს და მოიტანეთ ყველაფერი, რაც თქვენ შვილს გასულ წელს სჭირდებოდა, მაგრამ ჯერ კიდევ კარგ მდგომარეობაშია. დიახ, ძალიან ძველი არაფერი. ღმერთმა დაგიფაროთ. ეს იგივე იქნებოდა თითქოს ღმერთს ძველ სპორტულ ფეხსაცმელს ან ტანსაცმელს მიუტანდით. როგორ შეხედავდა ამას? საერთოდ ამოქშლიდათ თავისი წმინდა წიგნებიდან. სამოთხეში ნამდვილად ვერ მოხვდებოდით. მოდით ისე გავაკეთოთ, რომ ამ ბავშვებს დავეხმაროთ. ჩვენ გვყავს ადამიანები. ამას ვიდეოზეც გადავიღებთ. ნივთებს დავარიგებთ. თქვენ ნახავთ, როგორ უხარიათ ბავშვებს ახალი სპორტული ფეხსაცმელი. ზურგჩანთები. აუცილებლად ზურგჩანთები, რადგან დღეს ეს მნიშვნელოვანია. და ყველაფერი, რაც თქვენთან თითქმის ახალივით არის შემორჩენილი. მოიტანეთ ჩვენს ფონდში. მისამართ საიტზე ნახავთ. საჭიროა წიგნებიც, რომლებიც გასული წლიდან დაგჭათ. რადგან თქვენი შვილები მადლობა ღმერთს გაიზარდნენ და უკვე ახალ კლასში გადადიან. ძველი წიგნები მათ აღარ სჭირდებათ. ნუ გადააგდებთ. ჩვენ გვჭირდება. საქართველოს სჭირდება. საქართველოს მომავალს სჭირდება. ბავშვებს.
ჩვენს ტკბილ ქართველ ბავშვებს. უფალო, დაეხმარე მათ ყველა იმ ნივთით, რაზეც გთხოვ. და ამ დღეს ისინი ბედნიერები იყვნენ. თქვენ ცილოცეთ ამისთვის. და იმ მთელმა მსოფლიომ შეხედოს მათ და მათთან ერთად გაიხაროს. საჭიროა სახელმძღვანელოები, სასკოლო ნივთები, კარგი ფანქრები, კალმები. ისიც, რითაც დაწერილს შლიან. მოკლედ ყველაფერი, იცით, ყველაფერი, რასაც თქვენ შვილს ყიდულობდით და ბედნიერები იყავით, როცა მასთან ერთად ამ წმინდა დღისთვის ემზადებოდით. აი ასეთი ამბავია. მე კი ყველა მიყვარხართ და ყველას გილოცავთ იმას, რომ დაახლოებით 20 დღეში ეს მნიშვნელოვანი დღესასწაული დაიწყება. სკოლა ადამიანს მთელი ცხოვრება ახსოვს და წარმოიდგინეთ, რამხელა სიკეთის გაკეთება შეგვიძლია ყველას ერთად. ეს იდეა ჩვენი ფონდის ერთ-ერთმა მეგობარმა გამოგვიგზავნა. მადლობა მას. ამ ყველაფერს თქვენ გვთავაზობთ. მე კი ღმერთმა მხოლოდ იმისთვის დამნიშნა, რომ ეს იდეები განვახორციელო. ეს ნამდვილად შემიძლია და ამაზე მთელი ჩემი წარსულიც მეტყველებს. 14 წელი ქვეყნის ხელისუფლებაში ვიყავი და არც ერთი კაპიკი არ მქონდა. არავისთვის არაფერი მithოვია. და ავაშენე ყველაზე წარმატებული ბიზნესი საქართველოში, უკრაინაში და ყველაზე წარმატებული დახმარების ფონდი, რის გამოც ხელისუფლებას ვძულვარ. თუმცა ხელისუფლებას არასდროს ვუყვარდი. როგორც პრინციპში მეც, თუმცა ვერ ვიტყვი, რომ არ მიყვარს. უბრალოდ დაფიქრდით, ყველა ელოდება, რატომ გვაქვს პრობლემები. ყველა პრეზიდენტს ელოდება, მაგრამ ღმერთი პრეზიდენტს ციდან არ ჩამოუშვებს. თუ თქვენ არ გაიგებთ, რომ ჯერ საკუთარი კონსტიტუცია უნდა წაიკითხოთ, მერე ამერიკის კონსტიტუცია და გაარკვიოთ, რა განსხვავებაა მათ შორის და როგორ ხორციელდება ეს ყველაფერი ცხოვრებაში. თუ მხოლოდ სიტყვებს და დაპირებებს დაუჯერებთ, ქვეყნის ფეხზე დაყენების შანსი არასოდეს გექნებათ. ახლა კი დაურეკეთ თქვენს მშობლებს. უთხარით, რომ გიყვართ და მოემზადეთ კარგი საქმის გასაკეთებლად. ყოველივე საუკეთესოს, ბედნიერებას და ჯანმრთელობას გისურვებთ. ლეონიდ ჩერნოვეცკი. ნახვამდის.